ქართველი პლასტიკოქირურგი ზურა კეკელია, რომელსაც ავსტრიაში ბრალი წარუდგინეს საქართველოშია. ამ ვიდეოში ის და მისი წარმომადგენელი შაბათის ფორმულას აკრიტიკებენ იმ მოტივით, რომ ექიმი თავისუფალია და დროს ატარებს. 20 თვიანი სასჯელიდან კეკელიამ რამდენიმე თვე ავსტრიის ციხეში მოიხადა. რა პირობით დატოვა ავსტრიის საზღვარი და როგორ მოხვდა თბილისში უცნობია. ზურა კეკელია ავსტრიაში მას შემდეგ დააკავეს, როდესაც კუსტარულად მოწყობილ საპროცედურო ბინაში შუახნის ქალი პლასტიკური პროცედურისას ცუდად გახდა და მისი ვენის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. გერმანულენოვანი პრესის მიხედვით ზურა კეკელიას მუშაობის ლიცენზია არ ჰქონდა. საქართველოშიც ბევრჯერ სკანდალში გახვეულმა პლასტიკოქირურგმა გითხრა, რომ ცუდად არის და ბრალდებაზე, რომელიც მას ვენის პროკურატურამ წარუდგინა, ვერაფერს გვეტყვის. ზურა კეკელია ქართულ ჰოლანდიურ კლინიკაში ისევ თანამშრომლად ფიქსირდება. კლინიკაში იმის გასარკვევად მივედით, იციან თუ არა, რომ მათი ექიმის საქმეს ავსტრიის პროკურატურა იძიებს. ზურა კეკელია მუშაობს. ეხლა ხო თანამშრომელი და ჩაუბრალად აგრძელებს რაღაც საქმიანობას. არ მოსვლა რამდენი ხანია? ან დაუბრეკეთ მის ასისტენტთან ადმინისტრაციაში შეცდომა. ზურა კეკელიასთან დაკავშირებით გვაქვს შეკითხვა. ანუ აქ მუშაობს მისმა ასისტენტებმა, ეგრე გითხრეს და აგრძელებს მუშაობას. იცით როგორ არის? რაღაც პერიოდი არის ხო? არისო დებაბი. და ისე ხო აგრძელებს კი. ჩაუბრალად საქმიანობს ისე? კი, მაგრამ ჯერ არ დაუწყია საქმიანობა. ზურაბი უცხოეთში იყო და კარგი, ანუ ეხლა ავსტრიაში რო დაიჭირეს და ჩამოვიდა, ჩაუბრალად საქმიანობაში. რაღაცები ზუსტად არის. არ მინახია. არ მინახია. მას მე არ გამოჩენა კლინიკაში. ჯერ არ მინახია ხო? კი ბატონო, კარგი, თან ლიცენზია ჩაუბრალად ანუ ეს რო იყო მაგალითად ტბასახის ქირურგიის ლიცენზია რო ქონდა და ჩაუბრალად აკეთებდა რეკონსტრუქციულ ოპერაციებს, ამაზე რა თქვა. იცით რა არის, ასისტირებას უწევდა, ახლა დამოუკიდებლად არ აკეთებდა მაგ ოპერაციას, პლასტიკურ ქირურგებთან ერთად აკეთებდა მაგ ოპერაციებს. კეკელიას ასისტენტი სატელეფონო გასაუბრებისას სხვა რამეს გვეუბნება, რომ მასთან ჩაწერის შესაძლებლობა არის. ის აგრძელებს საქმიანობას და გარდა ამისა, პლასტიკოქირურგი ბათუმშიც ატარებს კონსულტაციებს. სწორად რეკავ ხო ზურა კეკელიას ასისტენტი ბრძანდებით? კი ბატონო. იცით რა მინდა ჩაწერა კონსულტაციაზე, როდის არის შესაძლებელი ცხვირის პლასტიკაზე? კი ბატონო, მოკლედ ესეთი სიტუაცია არის, ეხლა ჯერ გადაწყვეტილი გრაფიკები აქვს ზურა ექიმის და მიდის ბათუმში რამოდენიმე დღეში ოპერაციებზე და შესაბამისად მე მოვინიშნავ თქვენს ნომერს და შეგეხმიანებთ მომდევნო კვირაში და ჩაგინიშნავთ. აი ზურა ექიმი არის ალბათ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია გეკითხებათ. რასთან დაკავშირებით? თბილისში არის ჩაულებრივ ზურა ექიმი. აჰა, და აკეთებს ოპერაციებს. წარუმატებელი მანიპულაციის მსხვერპლები ზურა კეკელიას საქართველოშიც ბევრი ყავს. ერთ-ერთი ლილიანა ძამაშვილია. კეკელიას მხოლოდ ცხვირის ფორმის შესაცვლელად მიმართა, თუმცა საბოლოოდ სრულიად სხვა შედეგი მიიღო. რანაირი პრობლემა არ მქონია ცხოვრებაში, სუნთქვის აი ერთი წამითაც კი. და ნუ ფორმაც ვანახე ხა თავისივე გაკეთებული ცხვირის და თან ხაზი გაუსვი იმას, რომ აი ეს ადგილი არ მინდოდა. აი ლილიანა შაბათის ფორმულას უყვება, რომ ოპერაციის შემდეგ გიფსის მოხსნამდე 2 დღით ადრე ის თავისით მოძვრა. გარდა იმისა, რომ ცხვირი ვიზუალურად დაუზიანდა, შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემებიც. რაღაც დროის მერე იტალიაში შემემოწმე ექიმს და უეჭველი საოპერაციო ხარო, თორე გულზე შეგექმნება, მე პრობლემებია. ეხა ეს ციხის ამბავი რო გავიგე, დაიჭირესო და რაღაცა ერთ ტიპს ედო ვიდეო, აი ხალხს რო ეკაიფებიან აშკარად, რომ აი ავსტრალიაში ციხეში ვარ და რაღაცა. მივდივართ გორში. უნდა ვჯამოყატლეთ. და თან აი კაზახი მიყავს. სეროკზეა, კიდე თუ არა, არის ავსტრიაშია. არა. აქ არის. ვუპასუხეს თორზე, რომ კია დასაჭერი მეთქი, მაგრამ ნუ არაუშავს კარვის მჯერად ხო? ზურა კეკელიას წარუმატებელი ოპერაციების მსხვერპლია ჩვენი შემდეგი რესპონდენტიც. მანაც მისი სენსიტიური ფოტოების გამო ანონიმურად დარჩენა არჩია. ახალგაზრდა ქალის პირველადი ჩივილი ონკოლოგიური დაავადება იყო. კეკელიამ ოპერაცია გაუკეთა, მაგრამ დღემდე არ აქვს ბიოპსიის პასუხი. ჯანმრთელობა იმდენად დაუზიანდა, ახალი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
ონკოლოგიური პრობლემით რომ მივედი, მე დასაბუთებულად არ ვიცოდი, რამ ჭირდა უბრალოდ ეკახოსკოპიაზე იყო რაღაცა უბნები და კვანძები მკერდში, რომელიც ამოსაჭრელი იყო. მას თავისუფლად შეუძლია რომ ეს რაღაც კვანძები ამოიღოს ოპერაციის დროს მკერდისარიდან და შემდეგ გადააგზავნიდა ბიოპსიაზე და ყველაფერი კარგად ჩაივლიდა მოკლედ. რო ვეკითხებოდი რომ ზურა გადააგზავნა, პასუხი არ მოვიდა ზურა. კი, ყველაფერი კარგად ზურა საბუთი მაჩვენე პასუხი რომ მოვიდა. აი ეხლა ლეპტოპთან არ ვარ, ეხლა არ მცალია, ეხლა ოპერაციაზე ვარ, ხვალზე პასუხი არ მაგირსა. იმის გარდა რომ კეკელიას პაციენტებს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ, პრეტენზიები აქვთ კლინიკის მომსახურე პერსონალზეც, პაციენტებთან დამოკიდებულებას და უყურადღებობაზე. ქონდა ხორხის პრობლემა, ვიღებდი სისხლს, უბედური საშინელი ტკივილები და კლინიკაში იყო მხოლოდ ექთანი, რომელიც აი თვითონვე დაიბნა და აქეთ მომშვიდებდი, რომ კარგი იცის ნარკოზმა და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან რთულად გამოვიდი ოპერაციიდან. ზურას რო დაურეკე და მოვიკითხე სად არის ჩემი ექიმი, თურმე არის ბათუმში და არ მპასუხობს მესიჯი მომწერა, რომ ოპერაციაზე ვარ, არ მცალია და დაგეკონტაქტები. ჯერ პაციენტის ეს მიტოვება არ ვიცი საწერია. სამექიმთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო ხელახალი ოპერაციის გადაწყვეტილება. საბედნიეროდ განმეორებითმა ოპერაციამ კარგად ჩაიარა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო უკვე დასუსტებული კუნთის და შრამების ფონზე. 3 ქირურგი გამოვიარე, 3-ვე მითხრა ზუსტად ერთი და იგივე რომ მიდევს უშველებელი ზომის იმპლანტი, რომელზეც საერთოდ ლაპარაკი არ გქონია რომ და მოხვედრილიყო ჩემს სხეულში. ჩემი აზრით რაც ქონდა ის ჩადო. მაქვს ძალიან ცუდი ნაკერები, მაქვს ერთი ფენა მხოლოდ გარედან გაკერები, მაქვს თვლილი დაჭრილი არასწორად, მაქვს კუნთი დაზიანებული და მკერდმა ამის გამო განიცადა დეფორმაცია და სასწრაფოდ ვარ საოპერაციო. სახელმწიფო სერტიფიკატით ყბა სახის ქირურგი ზურა კეკელია საქართველოში აკეთებს პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ოპერაციებსაც, მიუხედავად სახელმწიფო სერტიფიკატის სხვა შინაარსისა. და მაინც, სად არის სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო, მათი რეაგირება შესაბამისი სერტიფიკატის გარეშე ჩატარებულ ოპერაციებზე და იმ უმძიმეს შედეგებზე, რომელიც კეკელიას პაციენტებს მიადგათ. მოკვლევა უკვე დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ. ახლა უწყება უნდა დაადგინოს, რა დარღვევებით აწარმოებდა კეკელია საექიმო საქმიანობას. ეს რეპორტაჟი 1 წლის წინ მომზადდა. გამოძიება მაშინაც დაიწყო, თუმცა შედეგის გარეშე კეკელია აგრძელებს ოპერაციებს, რასაც შესაძლოა ისევ მოყვეს პაციენტების დასახიჩრება.